The setbacks on the EU path can happen. საქართველოს ნათელი შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკუსვლა შესაძლებელია. შეხსენებაა იმისა, რომ როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსს ვაძლევთ, ეს თავისთავად არ ნიშნავს ევროკავშირისკენ ავტომატურად წინსვლას. მაშინ, როცა ათასობით მოქალაქე ევროკავშირის დროშით მსვლელობებს მართავს, ხელისუფლებას აპირისპირო მიმართულებით მიდის. საქართველოს მიერ მიღებული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონებთან ერთად ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ გასულ კვირას ჩვენს ერთობლივ განცხადებაში მე და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას მოусმინონ თავიანთი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ. ასევე გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, პროტესტის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ჩვენ ამას ისევ და ისევ გავიმეორებთ. პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, თუ კი ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად. ამ პერიოდში ჩვენ ნამდვილად უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს.